მოგესალმებით ყველას. ეს ტაძარი ალბათ გეცნობათ. პატარა სამები. ყველასათვის ცნობილი ტაძარი. მე პირადად ეს ტაძარი მიყვარს, იმიტომ რომ აქ ილია ჭავჭავაძემ და ოლღამ დაიწერეს ჯვარი. და მეორე. ამ ეკლესიის წინამძღვარმა მამა როსტომ ლორთქიფანიძემ მომნათლა მე. ძალიან მიყვარს ეს ტაძარი. ეს ტაძარი არის საოცრად ლამაზი. საოცრად კარგი ადამიანები არიან ამ ტაძარში. მოგესალმებით. და ეს დღე ჩემი საუბარი დაემთხვა ნინოობას და შემთხვევით არაფერი ხდება იცით. გილოცავთ ნინოობას, ჯანმრთელები, ბედნიერები და სიყვარულში იცხოვრეთ მთელი თქვენი ცხოვრება. და ყველა ნინოს ულოცავ ნინობას და არა მარტო ყველა ნინოს, სრულიად საქართველოს. ვინც მიიღებს ეხლა ამჟამად ამ ბლოგს, ამ ვიდეოს, მალხაზ გაბადაძე. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. ჩემი დიდი ძმა, რომლისგანაც ბევრს ვსწავლობ. და იმასაც ვსწავლობ თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი, ნამდვილი პროფესიონალი, ნამდვილი ხელოვანი და ნამდვილი არტისტი. მადლობა მალხაზ ყველაფრისთვის და კიდევ ერთხელ შევავლოთ ჯობია თვალი ამ ტაძარს, რომელიც არის როგორც ხედავთ, ძველი ქართული აგურით ნაგები, სულ რაღაც 2-3 საუკუნის არის ეს ტაძარი. ჯერ კიდევ ბავშვია, ასე ვთქვათ, ნორჩი, რომელსაც ფარავს იესო ქრისტე და წმინდა სამების მადლი. ძე, სულიწმინდა და მამა ღმერთი. უფალიყო თქვენი მფარველი, გახარებული და გახარებული ვიყავით და მალე გაგვეღვიძოს გაერთიანებულ საქართველოში და შემდეგი წლის ყველა დღესასწაული აგვეღნიშნოს ასევე ცხინვალისა და სოხუმის ცენტრებში. დიდი მადლობა, ხარავდეთ ქრისტე ღმერთი.